მეც მგონია რომ ცნებების აყირავებასთან გვაქვს საქმე. ის რაც თქვენგან უკვე ნახსენები ჯორჯ ორველის წიგნში ხდება იქ ხომ მონობა თავისუფლება, ხო? აი ერთ-ერთი მთავარი თეზა რაზეც დგას, რომ უნდა ამოაყირაო, უნდა შემოატრიალო ცნებები და მწერლები ხშირად იყენებენ ხოლმე ამ ხრიქს იმისათვის, რომ გარკვეული ტიპის ბოროტება დაგვანახონ და ჯანი როდარის ზღაპრებიც ამაზე არის პრინციპში, სადაც ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში ძირითადად ეგ ხდება, რომ ჭკვიანს სულელი ქვია და პირიქით, ხო და ყაჩაღს პატიოსანი ადამიანი. ეს ხდება აი ეს უნდათ რომ დღესაც აი პატიოსანი ადამიანები იდეისთვის მებრძოლი ადამიანები ცდილობენ რომ აი ეს ადამიანები წარმოადგინონ როდიონოვებად და ასე შემდეგ მათ როდიონოვის და ასეთი ტერმინების მოღალატების ხსენების უფლებაც კი არ აქვთ მე მგონია გამოთქმის არ იყოს ჩამოხრჯობილის ოჯახში რომ თოგზე არ საუბრობენ სწორედ ესეთი მდგომარეობა უნდა ჰქონდეთ მათ მაგრამ მათ ყოფნით უტიფრობა რომ მაინც ილაპარაკონ იმ თემაზე რომელიც პრაქტიკულად მათვე შეიძლება შემოუბრუნდეთ გარკვეული წლების მერე განსაკუთრებით რაც ეს მოღალატების შესახებ კანონი მიიღეს 9 აპრილი რა თქმა უნდა იმდენად მნიშვნელოვანი თარიღი არის რომ მასთან მიბმას და მასში როგორც ისტორიულ კონტექსტში დარეგისტრირებას თვით ოცნების წარმომადგენლებიც კი ცდილობენ და ეს კარგი არის ეს ნიშნავს რომ 9 აპრილის იდეა მუშაობს ეს ნიშნავს რომ ეს ადამიანები ამაოდ არ დამშრალან და მათ ბრძოლას აქვს შედეგი მათ ბრძოლას აქვს ძალა გავლენა და სწორედ ამ გავლენის ჭრილში მოქცევას ცდილობდა ზუსტად საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება მაგრამ ნუ არ გამოუვიდათ იმიტომ რომ მართლაც იმდენად საკრალური თარიღი არის ეს უმეტესობისათვის ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანისათვის რომ ის იმ პროტესტის მონაწილე ადამიანებისთვის მით უმეტეს იმიტომ რომ თითქოს რაღაცა მეორდება და კადრებიც კი თუ გახსოვთ იქ ბუნებრივია გახსოვთ ხო ამ დღეებში ის კადრები ის 9 april's ერთ-ერთი მთავარი კადრი დროშით გოგო ისევ იყო ამ კადრებში უკვე ორი დღის წინანდელ კადრებში ხო ასე რომ თითქოს მეორდება ყველაფერი მაგრამ ამავდროულად განსხვავება არის იმაში რომ მაშინ ქართველები ვიბრძოდით თავისუფლების მოსაპოვებლად ახლა ვცდილობთ თავისუფლების შენარჩუნებას მოპოვებული თავისუფლების შენარჩუნებას და ეს შეიძლება კიდევ უფრო რთული იყოს მაგრამ ამან არ უნდა გაგვტეხოს მე მგონია ნუ რთულია ცხოვრება რას ვიზამთ